massive. მეგობრებო, დღეს გამოვედი ახალი ვლოგის გადასაღებად. დღეს ახალ ვლოგში დავხპატიჟეს ჩვენმა მეგობრებმა. ამიტომაც მეც გადავწყვიტე მივიდე, რაფოს აქ არის. რაფოს ალბათ იცნობს კიდევაც, ეს ჩვენი GLS-ის პატრონი არის CLS ვაგონის პატრონი, ეგ CLS-ი კი ყველა ვიდეოში არის. ხო. ესეც ჩემი რესტაილინგი CLS-ი არის, რომელიც დაახლოებით 550 ცხენის ძალაზე არის, ანუ 550-ზე მეტი არის. მიახლოებით 600 ცხენის ძალაა. ეხლა წავალთ ჩვენ მეგობრებთან, რაღაც შეკრებას აწყობენ რა, ამიტომაც მივალთ ნახოთ რა ხდება და იტოქში იქ უკვე ნახავთ რა, კადრებსაც ლამას გადავიღეთ, საღამოსაც ალბათ დაუდგებით კიდევაც, იმიტომ რომ ამისი მიახლოებით 600 ცხენის ძალაზე არის. ჩვენი კიდე 550-ზე მეტი არის, მიახლოებით 600 ცხენის ძალაზე. ამიტომაც ჩემი აზრით საინტერესო იქნება. თან ეს ფორმატი კი CLS-ი არის, უკანა წამყვანი არ არის რა და მერე კიდე უფრო მეც ვისაუბრებ. ხო. და რავი, ახლა კიდე წავალთ მეგობრებთან. მინდა წინასწარ შეგახსენოთ, რომ სანამ დავიწყოთ ვიდეოს, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი. დიდი მადლობა 2000 გამომწერზე. ეხლა ჩვენ გვექნება გათამაშება ჩვენ Instagram-ზე, ამიტომაც Instagram-ს ადევნეთ თვალყური. ეხლა კიდე ჩვენ წავედით. აბა კვადროზე. კვადრო? ხო, მეგობრებო, ის უნდა მეთქვა, რომ კი, ძალიან მაგარი. ხა ეკონომში არის, ეკონომში ბოლომდეც არ დავაჭირე. ძალიან მაგრაცა, ვის მინდა ვქვა კვადრო. ძალიან მომეწონა. მე უკანა წამყვანი მანქანების ფანი ვარ. კვადროებიც მიყვარს. მაგრამ ეს მანქანა არის ძალიან მაგარი. წყნარად დადიხარ. სამწუხაროდ ერთადერთი ამ მანქანის მინუსი, ალბათ ეს ჩემთვის იქნება მინუსი. უფრო ახალგაზრდებისთვის იქნება მინუსი, იმიტომ რომ ამ მანქანას აქვს წვა ბევრი. ნახე რა ხო მომყვება, ეხლა გვერდით ჩამოდის. აქ არის. მირებს. ხო, გარედანაც გვიღებენ. ხო და? ეხლა მთავარი არის, რომ ამ მანქანის მთელი მუღამი ის კი არ არის, რომ კომფორტული იყოს. ამ მანქანის მუღამი არის, რომ წარებისას იღებდე იმ კომფორტს, რომელიც ეს მანქანა განიჭებს. იმიტომ რომ ეს მანქანა განიჭებს ძალიან ბევრ სიამოვნებას. კი, ახლა ბევრი იტყვის კვადრო არისო, ის არისო, ეს არისო, მაგრამ მე კი, ვიცი, ახლა ახალგაზრდებს უფრო ურჩევნიათ უკანა წამყვანი იყოს. კი, მაგრამ მე კვადროც ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ აქამდე ერთადერთი კვადრო CLS-თან შეხება მქონდა, როდესაც რაულას მანქანას ვიღებდით CLS-ი 4 და 7 კვადრო და მინდა ვთქვა, რომ იმ მანქანამ გამაკვირვა რა კარგად დადიოდა და მაქედან მომეწონა მე ძალიან, მაგრამ ამ მანქანის სიარული, თვითონ CLS-ი კვადროს სიარული. ხო, და ისიც მინდა ვთქვა, რომ გზაზე განსხვავდებიან როგორ დგანან. მაგალითად CLS-ი უკანა წამყვანი გზაზე საერთოდ სხვანაირად დგას. თან თუ შეხედავთ, ეს მანქანა რესტაილინგი არის. ეს მანქანა, არ არის იმ ძველ ფარებზე, ის ძველი ფარების ყველას ძალიან მოგწონს. მაგას მითანხმები მე ყველას. ეს ახალი ფარები მეც ძალიან მომწონს, თავისი ამ ახალ ფარებსაც
თავისი დიდი პლუსები აქვს. აი ეს მონიტორი მე უკვე მართლა მომწონს. CL-ში ერთადერთი რაც არ მომწონდა იყო ეს პატარა მონიტორი. აი არ მომწონდა, მაგრამ აი ეს მონიტორი ძალიან მომწონს. კიდევ მინდა ვთქვა, რომ 360 კამერები აქვს პარკირებისას და ისე შეგიძლია ჩართო ადამიანს ეხმარება პარკირებაში და ეხა მაგათ ძველ CL-ებს არ ქონდათ თუ გახსოვთ. ამასა ხო და რავი, ეხა კიდე ავიდეთ შეკრებაზე, ვნახოთ რა ხდება. იმიტომ რომ დავპატიჟეს, მეც დამპატიჟეს, რაფოც დაპატიჟეს. კიდე ჩვენი რამოდენიმე მეგობარი დაპატიჟეს რა და ეხლა ვნახავთ ისინი წამოვლენ თუ არა. ხოდა აი რაფოც უკან მოხდება. მინდა ვთქვა რომ რაფოც GLS-ი ეს GLS-ი ალბათ 1-2 შეგვედრია ბლოგში, მაგრამ ნუ მასე ძალიან ეხლა არ მიგვიქცევია ყურადღება. მაგრამ თუ ნახავდით ერთხელ მეტროსთან ერთად დადგა და მაგ GLS-მა იარა ძალიან მაგრად, იმიტომ რომ stage 1 არის, ხმაც აქვს გაკეთებული და ძალიან მაგრად დადის. მეც ვიჯექი და აი გავოცდი ეს მანქანა როგორ დადის, იმიტომ რომ აი ძალიან კარგი დგომა აქვს მაგ მანქანასთან, ასეთი ძიმე წონის მანქანისთვის ასე კარგად იაროს, რავი. ნუ კი 4 და 7 ძრავი, იგივე ძრავი დევს, რაც ამაში დევს. ნუ კიდე თან პლუს stage და უკვე რავი. ორტონიანი მანქანისთვის, რომელიც წესით საოჯახოდ ითვლება. მანქანას აქვს მიახლოებით 550 პლუსი, ვერ ვიტყვი, არც დინოზე არ დაგვიყენებია, არც ისე არ ვიცით ზუსტად რამდენი ცხენი აქვს, 550 პლუსი არის ეს ამ მანქანას აქვს ცხენის ძალა. მეგობრებო, ვიყავით შეკრებაზე, ნახავდით ძალიან ბევრ კარგ ლამაზ მანქანას, ასევე
ძალიან ბევრი კადრი გადავიღეთ. ყველანაირი მანქანები იყვნენ, GDM-იც, გერმანულიც, იაპონური, GDM-ი ისე ვთქვი. რავი, ძალიან ბევრი მანქანები იყვნენ. მინდა თქვა, რომ McLaren-იც მოვიდა, BK McLaren-ი მოვიდა, კიდე Ferrari მოვიდა, F90 თუ არ ვწდები, შავი. ხო და მინდა თქვა, რომ მეც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, ასევე ვიცი, რომ ამ წვეულების ორგანიზატორებიც მიყურებენ. მინდა აქაც მოუხადო დიდი მადლობა ბიჭებს, მადლობა ბიჭებო, რომ დაგპატიჟეთ. ჩვენს ძალიან ვისიამოვნეთ, იმედია ამდენი ასეთი და ამ ხელა მასშტაბის შეკრებები კიდე იქნება. ჩვენც რავი მოვალთ, მეც დიდად მართლა არ ვიცოდი ამდენი ხალხი თუ მოვიდო და ვისიამოვნე მართლა, აი ვერ ვიტყვი რომ არ ვისიამოვნე. ვისიამოვნე ბიჭებმა ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი ნაცნობი შემხვდა. თუ ნახავდით კადრში კიდევ ნახავთ კიდე ეკლას S63-ს, რომელიც ადრე 1000 ცხენის ძალაზე იყო ვარამასი. ხო და რავი, ძალიან ბევრი ნაცნობი შემხვდა და მართლაც რომ დიდი სიამოვნება მივიღე, იმედია ამდენ ასეთ შეკრებას კიდე გააკეთებენ. ნუ ეხა ჩვენც მეც რავი, ეხა დიდად არაფერი ისეთი იქ არ ვქენი, უბრალოდ ვიდექი და დრო გავატარე, ნუ ბოლოს უკვე გასვლისას გადაიღეს ალბათ და ნახავთ სადმე ინსტაგრამზე ვინმე შედება. ხო და რავი, ეხა გავალთ კახეთის გზატკეცილისკენ, აი ნახე რა ლამაზი ხედი არის, ეკლესია, აი სილამაზე, მართლაც კაი ხედი შეარჩიეს გადასაღებად, მეც რავი ძალიან მომეწონა ეგ ხედი. ხო და რავი, ეხა ვისაუბრებ ამ მანქანაზე. თავიდან კი ვისაუბრე. აი იცით როგორი არის, აი ტარებისას მე ამ მანქანისგან კომფორტს ვიღებ. და რას ყველაზე გასაკვირი იყო ჩემთვის, ადგილიდან ჩამიჭერია CLS-ზე უკანა წამყვანზე ბევრჯერ. მაგრამ არც ერთხელ არ მქონდა ჩაჭერილი ფორმატიკზე. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამაოცა, იმიტომ რომ აი რო აჭერ, აი გეგონება ცხვირი ჩადის უკან და არა, ცხვირი ადის ზემოთ და უკანა ჩადის რა და აი ძალიან სხვანაირი შეგრძნება აქვს რა, აი CLS-ში 4 და 7-ში უკანა წამყვანში რო შენ მასე გააკეთო, ნუ კი არა, პირველი ორი სიჩქარე ალბათ იბუქსავებ, მაგრამ კი ეგეც ძალიან კაი გრძნობა არის, მაგრამ აი აქ სულ სხვა არის, იმიტომ რომ აი ხოლმე ეკონომშიც დავდივარ ხოლმე რა, ისეთი მომენტები არის, ვერ ვასწრებ ხოლმე გადართვას სპორტ რეჟიმზე რა და მაინც ისე ხისტად დადის გზაზე დგას, აი გასაოცრად დგას გზაზე და მინდა გითხრათ, აი არარესტებისგან განსხვავებით ძალიან კომფორტული არის. აი არარესთან შედარებით, მე არარესში როგორც ახლა წინაზე ვახსენე, აი ეს მონიტორი არ მომწონდა, იყო აი ეს რაღაც ხარვეზები ქონდა რა, არა, არარესტიც ძალიან მომწონს, ვამბობ რომ მომწონს, ვამბობ რომ მიყვარს ეგ მანქანა, მაგრამ აი ახლა რასაც ამ მანქანას ვატარებ, რაც ამ მანქანით დავდივარ, მინდა გითხრათ რომ ეს მანქანა სულ სხვა გრძნობა არის რა. აი კომფორტის მხრივ კი კომფორტი, აი ხისტის სიარულით ან ეს ფორმატი კი ხო ძალიან განსაკუთრებული არის. ასევე Rapos GLS-ი უკან რომელიც მოყვება, კადრში ნახავთ GLS, Rapos აქვს GLS-ზე ხმა გაკეთებული. ხმა აქვს Rapos GLS-ზე გაკეთებული, კადრი იქნება აქ. მადლობა მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, ვინც ხარს გვიჭერს, წინა ვიდეოზე ნახავდით ალბათ დაახლოებით ერთ კვირაში მოვაგროვეთ თუ არ ვწდები 6000 ნახვა, 7000 ნახვა რა და ხო, მინდა რომ აი ყველა ვიდეოზე მასეთი აქტიურები ვიყოთ რა. იმიტომ რომ თუ ნახავდით წინა ვიდეოზე ჩვენ შემოგთავაზე ძალიან ბევრი საინტერესო რამე, ბევრი CLS-ი, ხო და ეხა შეგვიძლია მთავარია თქვენი მხარდაჭერა ვნახოთ და ანუ თორე ისე ვიდეოებს, რავი, მაგარ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. ხო და ეხა კიდე მივალთ სადმე ლამაზად ჩვენ მანქანებს დავაყენებთ, ეხა კი ხალხშიც გადაუღეთ, მაგრამ აი ეხა ცალკე წავალთ სადმე გადაუღებთ ლამაზად და ვნახოთ აბა რავს ვიზავთ მერე. ჩემი აზრით მე ძალიან რავი მაინტერესებს უბრალოდ ისეთ Rapos-თან მინდოდა დადგომა. თუ იქნება მაგისი საშუალება, იმიტომ რომ Rapos-ი არის stage-ზე, ასევე მინდა ვთქვა, რომ Rapos-ი დაახლოებით არის 600 ცხენი, შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ მიახლოებით ვამბობ სულ და ნუ რავი, ახლა ვნახოთ, საინტერესო იქნება ჩემი აზრით. იმედია ეს vlog-იც ძალიან მოგეწონებათ, ნუ იმიტომ რომ შეკრება იყო, რავი, ჩემთვის, რავი, ძალიან გრანდიოზული შეკრება იყო. თან მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ნაცნობი ჩემი ადამიანის მოიწვიეს, ხო და
რავი ახლა სხვა რა გიქნა ოპა მეგობრებო იტო შევიკრივეთ ეხა უკვე მოსაღამოვდა რავი ტარეკა ეჩალიჩება ჩემ მანქანას რაღაცას მოგწონს bro how you like it მასალა ხო ესეც ტარეკას მანქანა ნუ გინახიათ ბერჯერ რომელიც შენი გასაღები როგორ kiss me ოპა actually kiss me start stop-ი სად აგაკ არა ძალიან ძვირი არის ოცილად 40 ვაი ისიც ჩემი CLS-ი არა ჩემი CLS-ი more beautiful it's black CLS is not formatic Mera is fastest დაიცა ბიჭო ეს მაინტერესებს ხანაირიშა bro I'm sport panels როგორ თავ sport display how you make this on the screen not here put your hand your finger where here touch the screen yes touch go like this yes sport dashboard yes რამდენი ცხენი bro სადა ჩვენებს აქ ცხენებს ბიჭო კიდე შევთქვა აი ამას ხმა აქვს ატო აი ჩემსაც ხმა არა აქ ამას ხმა აქვს ასილარი ავა მასაღარ ბიჭო ხო ხმა ხო გევასება ხო და გადაიხადე ასილარი ვა აღარ მევასება აღარ გევასება რა თქმა უნდა did you like sound ხო რა sound მაგარი არა $100 არა მე წავედი სახში
ამითაც ჩვენი ვლოგი მივახლოვდა დასასრულს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზი ვლოგი გამოვიდა, ასევე მინდა გითხრათ, რომ არ დაგავიწყეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი. ჩემი აზრით დღეს ძალიან მაგარი გამოვიდა, იმიტომ რომ ნახავდით შეკრებაზეც ძალიან კაი ატმოსფერო იყო, მეც ძალიან მომეწონა, რაფოც იყო ჩვენთან ერთად GLS-ით და რავი, ეხლა მე საღამოსაც გავედით, გადავიღეთ რაღაც კადრები. ხო და მინდა მეგობრებო ვთქვა, რომ მე ამ მანქანით მართლაც რა აფრთოვანებული ვარ, იმიტომ რომ ეს მანქანა დადის ძალიან მაგრად. და ანუ არ მოველოდი მე ამ მანქანისგან ასეთ შედეგებს, იმიტომ რომ რავი, ნახავთ კიდევაც კადრებს ამ მანქანის სიარულის, ხო და ნუ ამ მანქანასთან დადგომას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის ტოკი 4 და 7, ხო და თან უკანა წამყვანი, ხო და რა მეგობრებო, ამით მივახლოვდა ვლოგი დასასრულს. გამიხარდება თუ დაწერთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ ეს ვლოგი, იმიტომ რომ ჩვენთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ასევე მინდა გითხრათ, რომ გამოიწეროთ ჩემი ინსტაგრამი, იმიტომ რომ გათამაშებები გავა ინსტაგრამში. ხო და ნუ რავი მეგობრებო, ამით მორჩა ჩვენი ვლოგი, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე.